ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ. პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები არ ჩნდებიან და არაფერს ამბობენ. ელოდებიან თუ არა ისინი დაპატიმრებას. ოფიციალური ინფორმაციით საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკებისას ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულად ითანხა. უცნობია რა მუხრითაა დაწყებული გამოძიება, ითხოვენ თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დასაკავებლად სასამართლოს განჩინებას. ბრიფინგზე არ გავრცელებიათ არც ჩხრეკის კადრები, ასევე უცნობია ჩხრეკა უკვე არსებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა თუ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი საქმეა აღძრული. რა საქმეებს შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ მიმართ ინტერესი. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს, ნუცა გისმეთ. დიახ, გიორგი, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი არის, რა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები, რომელმაც 22 ლოკაცია მოიცვა და ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. ამ მაღალჩინოსნებს შორის არიან ქართული ოცნების ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი, ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ ადამიანებთან ერთად გაჩხრიკეს მათი გარემოცვის წევრების საცხოვრებელი სახლებიც. ჩვენ ახლო ვიმყოფებით მოსაშვილის ქუჩაზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან. გაჩვენებთ რა ვითარება არის ახლა მის სახლთან. აქ მისი კუთვნილი, მისი ოჯახის კუთვნილი და სავარაუდოდ დაცვის კუთვნილი მანქანები არის კორპუსის ქვემოთ განლაგებული. ეს მანქანები გუში, როდესაც ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობდნენ, არ იყო აქ. ჩვენ შევეცადეთ კითხვები დაგვესვა ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისათვის, სად იმყოფება ახლა თავად ირაკლი ღარიბაშვილი, იყო თუ არა ის დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება და ვეცადეთ გაგვერკვია თავად დაცვის წარმომადგენლებისგან, როდის დაბრუნდნენ ისინი სახლში, თუმცა ცხადია ის ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობს. დეტალები არის უცნობი ამ საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ცნობილი არის ის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოღებული არის ელექტრონული მოწყობილობები და დიდი ოდენობით ფული. ჩვენ გქონდა შეკითხვები ამასთან დაკავშირებითაც, თუმცა არც ერთ ჩვენს კითხვას, როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის სამსახურის წევრები არ პასუხობენ. მეტიც, ჩვენ ვცადეთ მის ოჯახის წევრებთან დაკავშირება, მის გარემოცვის წევრებთან დაკავშირება, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჩვენს ზარებსაც არ პასუხობთ. ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რა საქმის ფარგლებში მოხდა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ჯერ კიდევ არ გავრცელებულა, თუმცა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გუშინ დაანონსა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ამ საქმეებთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი ეტაპობრივად გაასაჯაროებენ ინფორმაციას. ჩვენ ველოდებით, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგს იმის შესახებ, თუ რა საქმის ფარგლებში ჩატარდა გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და მათი გარემოცვის წევრების სახლებში. ხში არის ბატონი ირაკლი, თუ დაკავებული ხავთ? შეგიძლიათ გითხრათ? გუშინ ეს მანქანები არ იყო აქ სახლთან და დიდი ხანია რაც მოხვედით საგამოძიებო ორგანოდან. თუ შეგიძლიათ გვიპასუხეთ, სად არის ბატონი ირაკლი? სახლში არის, დაკავებული არის, გამოკითხეს თუ რა? სახლში ჩხრეკა იყო, ხო? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით ამ პირებიდან, რომელთა სახლებშიც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დაკავებული არც ერთი ყოფილა, თუმცა საინტერესოა, როგორც მინიმუმ რა სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდებოდა ის ჩხრეკების სერია, რომელიც გუშინ ვიხილეთ, როგორც გენერალურ პროკურატურაში თქვეს, 22 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ოცნებაში კლანებს შორის დაპირისპირებაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ახლა დაკავებული არის, თვეების წინ ჯერ კიდევ აანონსებდა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას. როგორც გითხარით, ჩვენთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა ველოდებით გენერალური პროკურატურიდან ახალ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან განახლებულ ინფორმაციას.